მეგობრებო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა უცნაურობა ხდება ახლა ჩვენს სოფელში. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მე საბა და არხი გავდეჩი 103 და თქვენ ვერ წარმოიდგენთ დღეს დილას უკვე რა მოხდა. მოგეთ დღეს დილას უბრალოდ აი გამოვედი გარეთ უბრალოდ აი დილას მეთქი ახლა ფერმებს მოუვრი და რა დავინახე მეგობრებო, შეხედეთ ყველა ფერმაზე, აი აბსოლუტურად ყველა ფერმაზე გაქრა ჩვენი საჭმელი. არ მხოლოდ ამ ფერმაზე მეგობრებო, აი შეხედეთ, აი ეს ფერმაც შეხედეთ რა თავისუფალია. თითქოს აქ არაფერი არასოდეს არ იყო თითქოს. და ის ფერმაც შეხედეთ, აი როგორი ტიტული ფერმებია მეგობრებო, აი გამოვიღვიძე. ჟიტელნიკებმა ამიხსნეს ეს სიტუაცია. თვითონ ჟიტელნიკებიც კი იმყოფებიან შოკში. და მეც ვერაფერს მეგობრებო ვერ ხვდები სად წავიდა ჩვენი საჭმელი. ეს ერთი მეგობრებო პრობლემა. შეხედეთ მეგობრებო, შემდეგ რა უცნაურობა მოხდა ახლა. მოით ახლა ავიდეთ ჩვენს ცხოველების ფერმაზე. შეხედეთ მეგობრებო, შეხედეთ აი უბრალოდ რა უნდა გაჩვენოთ, შეხედეთ. აი უბრალოდ შეხედეთ, აი უყურეთ. აი თითქოს შესაძლებელია მეგობრებო თქვენ ხომ მკითხოთ რა ხდება. მე ხა მეგობრებო შეხედეთ მოგიყვებით. ჩვენს სოფელში ადრე აი ამ ჩვენს ცხოველების ფერმაზე იყო 6 ქათამი და 5 თუ 6 ღორი. და ამ 6 ქათმიდან დარჩა სულ 3 ქათამი და ამ 5 თუ 6 ღორიდან დარჩა სულ 3 ღორი. ძროხები მეგობრებო რამდენიც იყო იმდენი დარჩა. ანუ მეგობრებო სადღაც გაქრა ჩვენი ცხოველები, სადაც გაქრა ჩვენი ნაწილი ცხოველების გაქრნენ უბრალოდ სადღაც აი თითქოს აი ჰაერში ავიდნენ უბრალოდ. ანუ მეგობრებო შეიძლება ვთქვათ რომ ფაქტიურად ჩვენ არც საჭმელი არც კი თითქმის დაგვრჩა. ფერმები და მეგობრებო ყველაფერი აბსოლუტურად მე რასაკვირველია მგონია რომ ვიღაცა მოიპარა, მაგრამ რისთვის სჭირდება ვიღაცას კარტოფილი და სტაფილო და ვის სჭირდება ქათამი და ღორი, აი ეს მეგობრებო აი ამიხსენით. ამას უბრალოდ ვერ ვიგებ. აი მოითაბა აი ამ რანდომულ ჟიტელნიკთან მივალ და უბრალოდ დაველაპარაკები. ჟიტელნიკო დიახშულებისა და შეყვნახე ისე რა ხდება ჩვენ სოფელში ახლა. ხო, საბა, მე საერთოდ შოკში ვიყავი, როდესაც გამოვიღვიძე. ასე ვიღვიძებ და ფერმებზე სიცარიელია. მეთქი რა ხდება? და არა მხოლოდ ფერმებზეა ისა, ჩვენი ცხოველების ფერმაც დაინახე რომ საერთოდ ანუ ცოტა განთავისუფლდა ასე ვთქვათ. მართლა საბა, არა, მე მხოლოდ ფერმები დავინახე ჩვენი სადაც სტაფილოები და კარტოფილებია და ცხოველების ფერმას აღარ მოვიდა. და იქ ვიღაცა მოიპარა ქათმები და ღორები და აი ვერ ვიგებ ანუ ვის სჭირდება კარტოფილი, სტაფილო, ანუ ჩვენი საჭმელი საერთოდ ვის სჭირდება ეს მაგას ვერ ვიგებ. ხო, საბა, არ ვიცი რა გითხრა. პრინციპში, ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი სოფელი დარჩა უსაჭმლოდ, ანუ ერთადერთი ახლა ცხოველები ჩვენ გვაჭმევენ შეიძლება ვთქვათ. ხო, ჟიტენკო, მეც ასეთ ფიქრზე ვარ ახლა. აი მეგობრებო, ახლა პრინციპში კაი, ახლა უნდა ისეაც წავიდე ახლა რაღაცნაირად გამოვასწორო ეს სიტუაცია, რაც მოხდა დღეს თუ გუშინ ღამე, არ ვიცი მეგობრებო, ბოლოს მინიკრაფში ვიყავი ზუსტად გუშინ წინ და გუშინ წინ ყველაფერი ნორმალურად არის. და კარგი კიდე მეგობრებო, მე მაქვს ძალიან ბევრი კარტოფილი და სტაფილო. ბევრი უნდა მავიღო ახლა რასაკვირველია, იმიტომ უნდა გამოვასწორო ახლა ეს ყველაფერი მოკეთ ახლა უნდა ავიღო მაქსიმალურად შეიძლება ვთქვათ და წავიდეთ მეგობრებო ახლა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია რაც კი ხდება ჩვენ სოფელში. ნუ მოითაბა так, ну აქ რა ჩავსვათ? მოითაბა აქ სტაფილო ოპ და აქ მოდით კარტოფილი ძალიან თავარი. აი მეგობრებო, აი კომენტარებში დაწეთ და აი ვის სჭირდებოდა ასეთი მოპარო, ანუ მოგპარეს უბრალოდ ცხოველები და შეიძლება ვთქვათ ჩვენი საჭმელიც კი მოპარეს. აი ამას ვერ ვიგებ. არის შესაძლებელია ის ხომ არ მოვიდა მათხოვარი ანუ ვიღაცამ ვის რას სჭირდებოდა ჩვენი ცხოველები და ჩვენი საჭმელი სოფელში, მაგას ვერ ხვდები. და კარგია მეგობრებო, რასაკვირველია, მე ვარ ფერმერი, პროფესიონალი ფერმერი და ძალიან კარგად ასე ვთქვათ ვიცი როგორ უნდა მოვუარო ჩემს ფერმებს. მოგიტომ კარები აქ ღია, მოით კარები დავკეტოთ. იმიტომ შესაძლებელია ახლა ვიღაცამ სახლებში მივიდეს და რაღაცა მოიპარეს უკვე სახლებიდან. მამაი კი აი ახლა შეხედეთ მეგობრებო, აი ფერმებს მე გამოვასწრებთ, აი უკვე ცხოველების ფერმაზე უკვე მერს უნდა შევეკითხო რასაკვირველია. ანუ ეს ჩემთვის კი არ არის მხოლოდ იმიტომ რომ
ამ საჭმელს ხოდ მე ხო არ რომ ასე ვასწორებ, არა მე მთლიანი სოფლისათვის ვასწორებ ასე ვთქვათ ამ ფერმებს. ნუ შემეგობრებო, პრინციპში გამოვასწორე ეს ფერმები. ახლა მეგობრებო, უკვე შემიძლია წავიდე სახლში და არ ვიცი რაღაცნაირად ეს ცხოველებიც ხო უნდა ვიყიდოთ, ატო პრინციპში так стоп. მეგობრებო, შეხედეთ. ეს დიდი ხანია ჩვენ სოფელშია? ოცნაურობა. Так, ну кай, პრინციპში кай, შესაძლებელია მერმა რაღაცები გააკეთა, მოეთახლა მერს კითხოთ ეს რა არის, მგონი მას ეგ ეცოდინება 100%-იანი ვკითხავ. შესაძლებელია მეგობრებო, მანდი ნახება ჩვენი საჭმელი ძალიან კარგი იქნებოდა. მერო. მოკეთ დღეს ხო იცი ისეთ რა ასე ვთქვათ ბეჭი ჩავარ და ასე ვთქვათ დღეს ჩვენი სოფელი. ხო, სამა, ახლა მინდა მაგალითად ცხოველების ფერმაზე რაღაცნაირად სიტუაცია გამოვასწორო და მე უკვე დავიდახავ, შენ უკვე ფერმები გაასწორე. ძალიან დიდი მადლობა და აი ცხოველების ფერმას მე მივხედავ. მადლობა დიდი მერო და ერთი კითხვა აქვს და იქ ცხოველების ფერმებთან რაღაც რკინის კარი დავინახე, რომელიც მიწით არის ჩასაფლავებული, ასე ვთქვათ და ეს რაღაც სარდაფი თუ რაღაცა. მანდ რა ჩვენი საჭმელი ინახება იმედია? რა კარი, რაზე ამბობ? რა შესაკარი? აი ცხოველების ფერმასთან აი იქ ჩასაფლავებული არის მიწასა რაღაც რკინის კარები, ასეთი მძიმე რკინის კარი და მე მგონი შენ იცოდი. არა, ცხოველების ფერმასთან არასოდეს ცხოვრებაში არაფერი არ იყო იქ რაღაც სარდაფიანა. არა, ეგ ცხოველების ფერმა არის ხოთ ცხოველების და შიგნითან გარეთ არაფერი არ არის მეტი გაშენებული. მერო, კაი, მაშინ გასაგებია. ნუ მაშინ პრინციპში ცხოველების ფერმა და ფერმა მე უკვე გამოვასწორე და ცხოველების ფერმა შენზე იყოს. так, стоп, მეგობრებო. მაშინ ვერ მივხვდი ეს რა კარია. так, стоп, მეგობრებო, მოეთაბა უფრო დეტალურად მივიდეთ. ხო მეგობრებო, რაღაც კარია და стоп. რაღაც მართლა რაღაც შახტას გავს. так, стоп, მეგობრებო, მე არასდროს მეგობრებო არ იყო ცხოველების ფერმასთან რაღაც სარდაფი. так, стоп, მოით მეგობრებო, ახლა ჩავალაგებ ყველაფერს. რაღაც დამაინტერესდა ეს ადგილი. ჯერ ეს მეგობრებო, რაღაც ძალიან ბევრი უცნაურობაა დღეს ჩვენ სოფელში. ჯერ ეს ვიღაცამ ჩვენი სოფლის საჭმელი მოპარა. მეორე ესეთი ცხოველები სადღაც გაქრა და მესამე კიდე რაღაც რკინის კარი. მეგობრებო, სამი შემთხვევა ერთ დღეს. так, მოით მაშინ მეგობრებო, კი რაც ავიღოთ, ვინაიდან დამჭირდება და ხმარიც შესაძლებელია დამჭირდეს მაინც ვინ იცის მანდ რა არის მოთავსებული. так, და მაგიტომ მოით ახლა წავიდეთ, პრინციპში ძალიან დამაინტერესე რაღაც ეს ადგილი. так, მოდით ახლა გავთხაროთ. ხო მეგობრებო, შეხედეთ რაღაც ცუდად ხედავ რასაკელია, მაგრამ რაღაც მანდ არის განთავისუფლები, რაღაც ფაკელა. так, ერთად მოით მეგობრებო. მეგობრებო, ნუ ეს ახალი კარებია, ვინაიდან მიდი. так, მიდი. კარგად წავიდა. так, всё, მოით ეს კარი ასე დავდგათ. ხო მეგობრებო, ახალი კარს გავს, გამოის ეს რამოდენიმე დღის წინ გამოჩნდა ჩვენ სოფელში. так, ფრთხილად. ნაცთავარია ხმალი ხელში, ასე. так, მეგობრებო, რაღაც სამკარს ხედავ. შესაძლებელია მეგობრებო, ხომ არ წავიდე უკან და პოლიციას ხომ არ გამოვიზახო. так, стоп. სამი კარი. სამი ოთახი თუ რა. так, стоп, მოითავა პირველში. მეგობრებო, ჩვენი ღორები! აქ რას შობიან საწყლები? მეგობრებო, ახლა მივხვდი მგონი საწავიდნენ ჩვენი ღორები. так, стоп და რა ხდება აქ საერთოდ? ვინ ჩასვა აქ ციხეში? შეხედეთ რა საწყლები არიან. ასეთ პატარა ოთახში ჩასვეს. რა ხდება აქ საერთოდ? საწყლები, აუცილებლად უნდა გამოვურშვა. ეს რა კარადაა კიდე. так, стоп, так. ოპა. ეს რა არის? так, стоп. ხმალი ხელში. რა? ეს ეს ხელოვნური თავია მეგობრებო. მეთქი ეს ნამდვილი თავებია. კაი, так, რაღაც ყუთი და ნაკოვანი. так, стоп. რაღაც ყუთი. სტოპ რა გეგმა ცხოველების მოპარვა რა
სტოპ ცხოველების მოპარვა და ცხოველები მეგობრებო მართლა მოგპარეს და იქ რაღაც წიგნია მალე გეგმა შესრულდება მეგობრებო მგონი მეგობრებო უკვე ლოგიკური აზრები უკვე მომივიდა თავში მოგეჩაღეთ ვიღაცას მოუნდა და გსმოითეთ აქედან გამოვალ ვიღაცას მოკეთ მოუნდა გამოდის ჩვენი სოფლის ცხოველების მოპარვა მაგრამ ერთი მაინც ლოგიკური კითხვა მაქვს მაინც თავში და რისთვის და ვის უნდა რაც თავარია ეს გეგმა так სტოპ კაი ეს ასე იყოს так საწყალი ღორები так აუცილებლად უნდა გამოუშვა так გამოდით ღორებო გამოდით თქვენ თავისუფლები ხართ გამოდით აუცილებლად так შემდეგი კარი და აქ მეგობრებო ქათმები ხო აი მეგობრებო ეს 4 ქათამი მეგობრებო აი ხო გითხრათ 6 ქათამი იყო და იქ სულ 3 ნუ ხო გამის 7 ქათამი და так რაღაც 5-იც მეგობრებო ეს ჩემი ფერმების კარტოფილი სტაფილო და დესლებია так სტოპ ეს რა არის გეგმა მოვიპარო სოფლის საკვები так სტოპ მეგობრებო გამოდის ვიღაცას უნდა ჩვენი სოფელი დატოვოს საჭმლის გარეშე ეს მეგობრებო მართლა ეს არის ჩემი ფერმებიდან აღებული საჭმელი ხო ეს გუშინ წინ მომუარე ჩემს ფერმებს ეს ის კარტოფილი და სტაფილო რომელიც წესით და იქით უნდა ამიღო ახლა რა ჯანდაბა ხდება ჩვენს სოფელში ვერ ვიგებ так მოიდეს საწყალი ქათმების გამოუშვათ თავისუფალნი იყვნენ აუცილებლად დაუდგები მე ამ ღორებსა და ქათმებს так და ბოლო კარი так ხმალი ხელში და მეგობრებო აი ჩემი ცხრებიც მეგობრებო აქ არიან так ცხრებიც უნდა გამოთავისუფლო მაგრამ მეგობრებო აი უკვე მგონი უკვე გავიგე რა გეგმა ჰქონდა ვიღაცას მაგრამ მეგობრებო მაინც ვერ ხვდები ვის და რისთვის სჭირდება რომ მოიპაროს ეს ჩვენი სოფლის საკვები და ცხოველებიც კიდე საწყლები მეგობრებო მაინც აი ახლა ვერ ხვდები так მაინც ცხრები გავანთავისუფლოთ და მაინც მეგობრებო ამას ვერ ხვდები ვის და რისთვის სჭირდება მოიპაროს ოხ მეგობრებო რაღაც ცოტა ლოგიკური უკვე აზრები უკვე აღარ მაქვს და კაი მეგობრებო მაშინ ახლა გამოის მერს უნდა მოუყვე ეს ყველაფერი მერმა გამოიძახოს პოლიცია რაღაცეები სპეციალური გამოკლებითი რაღაც ანალიზები რომ ჩაატარონ ვინ და ვირისთვის მოუნდა ეს ყველაფერი თქვენ კი მეგობრებო ახლა დაგემშვიდობებით მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიქეთ მე კი ახლა მეგობრებო დაგემშვიდობებით ნახვამდის